ბავშვური სიცელქე და რთული ქცევა. რითი განსხვავდება ერთმანეთისგან? ყველა ქცევა, რასაც ბალღი აკეთებს რთულად, შეიძლება არ ჩაითვალოს, რატომ შეიძლება მე რაღაც წესებს შეთანხმებას კლასისას ვარღვევდე, მაგრამ ბალღობის გადასახედიდან და ასაკიდან გამომდინარე ძალიან ნორმა იყოს. ხო. ძალიან მაგალითად რა ვდივარ ცოტა ხანი ვიარო მაგასაკის ბალღისთვის ოკეი არის, თუმცა მასწავლებლად შეიძლება ჩათვალოს რომ ხელი აი ხშირად ირევა ხელი შემშლელი ქცევები და რთული ქცევები განმარტებაში ერთმანეთისგან რა. და რთული ქცევის ამბავი რა არის? ნახე, ეს ქცევა უეჭველი ხშირად უნდა მეორდებოდეს, ან გარკვეული ინტენსივობა უნდა ქონდეს რაღაცა და ეს ქცევა ან ბალღს უნდა აყენებდეს გარკვეულ ზიანს ან მას უნდა აფერხებდეს საზოგადოებაში ინტეგრაციაში. რა ხდება, ბალღს ადგება ზიანი, სხვას ადგება ზიანი, ან ეს უშლის ბალღს ხელს რო ხალხთან იურთიერთოს, უკვე შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კაი, რთული ქცევა არის. თუმცა აქვე უნდა ვთქვათ, რომ რახან ეს ბალღი ამ ქცევას ახორციელებს, ესე იგი რაღაცა რესურსები აქ იმაზე ნაკლები, ვიდრე მის გვერდზე მდგომ ბავშვს. საერთოდ ნებისმიერ ქცევას რა ძალიან რომ დავაწრულოთ, რა ორი ფუნქცია აქვს, ან რაღაცის მიღება მინდა, ან რაღაცისგან თავის არიდება მინდა.